BBC-მ ქართული ოცნების საჩივარი არ დააკმაყოფილა ბრიტანულმა მაუწყებელმა ოცნების საჩივარზე პასუხად განაცხადა, რომ საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას არ გადახედავს. ეს ინფორმაცია ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ დაადასტურა, რაც ტელეკომპანია ფორმულამ BBC-ს სპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა მოსარჩელე მხარისთვის პასუხის უკვე გაცემის შესახებ. ივანიშვილის გუნდმა BBC-ს ოფიციალურად იანვარში მიმართა. დავის საგანია საგამოძიებო ფილმი, რომლის მიხედვითაც გასულ წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ქართული ოცნება მასალების პლატფორმებიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც პაპუაშვილმა თქვა, გუნდი უკვე მუშაობს sapasukho მიმართვაზე, რომელიც ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად კვლავ BBC-ს შიდა რეგულაციის მეორე დონეზე უნდა გასაჩივრდეს. მან ბრიტანეთში მოქმედ საჩივრების განხილვის წესებს აბსურდული უწოდა. პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ასევე კითხეს, რატომ დამალეს BBC-სგან მიღებული პასუხი. ის რომ BBC-მ არ გამოიყენა ეს შანსი და სხვათა შორის ცალკე არგუმენტი და მოგვცა ჩვენ კიდე დამატებით, რომ მათ წინასწარვე საკუთარი განწყობა გაამხილეს, იცით გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩვენ მივმართეთ მათ საჩივრით, მანამ სანამ საერთოდ საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ცოტა კრიტიკულ ანალიზს ჩაატარებდნენ შიგნით მაინც, პირველი რეაქცია მათი მხრიდან იყო, რომ არა, ჩვენ მხარს უჭერთ ჩვენ ჟურნალისტს. ასე რომ მათ ყველაფერთან ერთად, რაც აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ არგუმენტაციაში ყველაფერთან ერთად გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა არის ფარსი, რაც ბრიტანეთში არსებობს, იმიტომ რომ მას არანაირი შედეგი არ აქვს, ვინაიდან წინასწარ განწყობითვე თქვეს მათ, რომ არაპირებენ ასე ვთქვათ, რაიმე კრიტიკულ ანალიზს. შესაბამისად, ერთი და მეორე, ამ პასუხით მათ ერთინამე დაადასტურეს, რომ ვერაცნობიერებენ თუ უბრალოდ ძალიან კარგად აცნობიერებენ საბოლოო ჯამში, მაგრამ ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაეზიანებინათ ქვეყანა, არ უნდათ ამას გადაუხვიონ. კიდევ ერთხელ მივყვებით ყველა პროცედურას. BBC-მ საგამოძიებო ფილმი 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. მაშინ ნათქვამია, რომ 2024 წელს დეკემბერ-ნოემბრის დარბევების დროს ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა. BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენებია ასევე ტრიქლორეთილენი. საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო და ზუსტად 5 დღეში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამიტი არასდროს შეუძენია და გამოუყენებია. რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის აღმოჩნდა ჩამოწერილი ნაშთის სახით 880 ლიტრის ოდენობით. მოქალაქეები სუსის გამოძიების შედეგებს არ ენდობიან და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. მიუხედავად მრავალი კითხვის არსებობისა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული.